ამ საიტებზე დეველოპერის საშუალო ანაზღაურების აჩვენება $30. ამ კვირაში მხოლოდ LinkedIn-ზე 10,000-ობით ვაკანსია დევს. და შენ კიდევ ფიქრობ, რომ საზღვარგარეთ პროგრამისტად დასაქმება შეუძლებელია? უბრალოდ უნდა იცოდე, სად და რა პრინციპით ეძებო სწორად. და ბოლო ყველაზე ხშირად ეშლებათ ხოლმე. პირველი, LinkedIn-ი. LinkedIn-ზე ყოველდღიურად 10,000-ობით ვაკანსია იდება. მაგრამ თუ შენი პროფილი ასე გამოიყურება, შეიძლება მომავალი სამსახური უბრალოდ ხელიდან გაუშვა. მეორე, Indeed-ი. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დასაქმების პლატფორმა. აქ შეგიძლია პირდაპირ გაფილტრო junior, middle და senior დონის ვაკანსიები. და მესამე, remote.com-ი. იდეალურია მათთვის, ვისაც დისტანციურად სურს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან მუშაობა. და შეცდომა, რომელსაც ყველა დამწყები უშვებს, keyboard-ები რეზიუმეში. არასწორად შედგენილი CV შეიძლება ATS სისტემა უბრალოდ გაფილტროს და კომპანიამდე ვერ მიუშვას. CV შედგენის დროს აუცილებლად უნდა დაიცვათ თანმიმდევრობა. ზემოთ აწიათ უახლესი პროექტები და ნამუშევრები. CV-ში ხაზი გაუსვი შენს კონკრეტულ მიღწევებს. არ ილაპარაკო შენს ჰობიზე და ზოგადად არ ილაპარაკო ბევრი. გაქვს კიდევ კითხვები? მაშინ დაგვიწერე კომენტარებში და შემდეგ ვიდეოში მათზე ვისაუბრებ.